იყო და არა იყო რა. იყო ერთი სახელმწიფო. ძალიან დიდი ხნის წინ. ამ სახელმწიფოში ერთი მეწისქვილე ცხოვრობდა. მეწისქვილე ძალიან ტრაბაჰა კაცი იყო და ცოტათი მათხვარაც, იმიტომ რომ ის ყველას უყვებოდა, ჩემს გოგონას ჩალის ოქროთ გადაქცევა შეუძლიაო. ეს რომ მეფემ გაიგო, მეწისქვილე სასახლეში დაიბარა და ქალიშვილის მოყვანა უბრძანა. სხვა რაღაცა ჰქონდა მეწისქვილეს, ადგადა მიიყვანა თავისი ულამაზესი თალიშვილი მეფეს სასახლეში. მეფემ გოგონას უთხრა, ერთ ღამეს გაძლევ. თუ ჩალას ოქროთ გადააქცენ, ცოლად შეგირთავ, თუ არა და სიკვდილით დაგსჯიო. მეწისქვილის ქალიშვილი ძალიან შეწუხდა, მაგრამ მეფეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. და ასე ჩაბედეს მეფის მსახურებმა გოგონა ევქი ჩაიქცავსე ოთახში. ის სასოწარკვეთილი თითქმის სიცოცხლეს ემშვიდობებოდა, როდესაც ჩალიდან ერთი პატარა კაცუნო გამოძვრა. რატომ ხარ ასე შეწუხებულიო, ჰკითხა მან. გოგონამ ყველაფერი დაწვრილებით უამბო და კაცუნამ ჰკითხა, რას მომცემ სამაგიეროდ, მე რომ გადავაქციო ჩალა ოქროდო. გოგონამ თავის ყელსაბამი შესთავაზა. კაცუნამ იმუშავა და ჩალა ოქროს დიდ ნაჭაკდა დააქცია. შემდეგ კი უთხრა, ეს ერთი ყელსაბამი არ მეყოფა. კიდევ რას შემომთავაზებო? გოგონამ ამჯერად თავისი ბეჭედი მისცა და კაცუნა ისევ შეუდგა მუშაობას. იმუშავა და უფრო მეტი ჩალა გადააქცია ოქროდ. ახლა რაღაც მომცემო, ჰკითხა კაცუნამ გოგონას. მეტი არაფერი მოგდო, რა უნდა მოგცეო, უპასუხა გოგონა. კარგი, მაშინ თუ მეტი არაფერი არა გაქვს, შემპირდი რომ შენს პირველ შვილს მე მომცემო, უთხრა კაცუნა. სასოწარკვეთილ გოგონას სხვა გზა არ ჰქონდა და დასთანხმდა. შეჰპირდა რომ პირველ შვილს მას მისცემდა. მეორე დილით, როდესაც მეფემ ამდენი ოქრო დაინახა, ძალიან გაუხარდა და თავისი შეპირება შეასრულა. მან მეწისქვილის ულამაზესი ქალიშვილი ცოლად შეირთო. მათ ძალიან დიდი და ლამაზი ქორწილი გადაიხადეს. ძალიან ბევრი სტუმრები იყვნენ მოსული. ყველა მხიარულობდა და ძალიან ბედნიერი იყო. მეფეს და პატარძალს ყველა ულოცავდნენ გაბედნიერებას. მაგრამ იცით, ვინ იყო ყველაზე ძალიან ბედნიერი? მეწისქვილის ქალიშვილი. არა, ბოდიშით. ეს უბრალოდ მეწისქვილის ქალიშვილი არ გახლდათ. ეს უკვე დედოფალი იყო. ასე ცხოვრობდნენ მეფე და დედოფალი ბედნიერად და თბილად. მათ ძალიან მალე შვილიც შეეძინათ. დედოფალს კაცუნა და ის, რაც მასაც შეჰპირდა, საერთოდ აღარ ახსოვდა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მას კაცუნა კარზე მოადგა და უთხრა, შენ ის გაქვს, რაც მე მეკუთვნის და ეხლავე მომეციო. დედოფალი მას ბუხლებში ჩაუვარდა და ევედრებოდა, რასაც კიდე იმას მოგცე. განძეულს, ოქროს, პონჩვილს ნუც ამართმევო. მაგრამ კაცუნა დაჟინებით ითხოვდა, არა, მე შენი შვილი მინდაო. ბევრი ხვეწის და მუდარის შემდეგ დასთანხმდა. ოღონდ მარტო იმ შემთხვევაში, თუ გამოიცნობ, მე რა მქვიაო.
სამწუხაროდ დედოფალმა ვერც მეორე დღეს გამოიცნო მისი სახელი და ვერც მესამე დღეს. ათასობით სახელი ჩამოუთვალა, მაგრამ ითედან არც ერთი არ იყო სწორი. ბოლოს, როდესაც ყველანაირი იმედი ამოეწურა, ერთმა ერთგულმა მოსამსახურემ უამბო, რომ კაცუნა დღეში დავინახე, კოცონის გარშემო როგორც ეკვავდაო. და თანაც თურმე მღეროდა და ზაკარგია რომ არავინ იცის, მე რომ რუმპელშტილცენი მქვიაო. ასე გაიგო დედოფალმა მისი სახელი. როდესაც ის ბავშვის წასაყვანად მოვიდა, უთხრა: მე ვიცი შენი სახელი, შენ რუმპელშტილცენი გქვია. ჩემ შვილს ვერ მიიღებო. რუმპელშტილცენი ძალიან გაბრაზდა და წავიდა. მეფე და დედოფალი კი დიდი ხანი ცხოვრობდნენ, ბედნიერად და ტკბილად.